de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. Hey, გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 207 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამშვილდაძესთან. რა გითხრათ, რით გაგახაროთ? კარგი ამბავი ისაა, რომ ევროპის საბჭოში შეიქმნა ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ცუდი ამბავი ისაა, რომ საქართველოს მხარი არ დაუჭირა ტრიბუნალის შექმნას. უпростоრად გავიყურსეთ. არ დავაფიქსირეთ პოზიცია. La 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 la. არ ვიცი რაზე საუბრობთ. კარგი, მოდი გავაправებ ამ გადაწყვეტილებას. არ გვინდა რუსეთის გაბრაზება. კი ბატონო, არ გვინდა. დემოკრატიული ქვეყანა რო ვიყოთ, ოპოზიცია არ დავიჭიროთ, არჩევნები არ გავაყალბოთ, მედია არ შევავიწროოთ. ეგეც გააღიზიანებს რუსეთს? კი. გააღიზიანებს? აი, მაშინ იყოს დიქტატურა. მიმდინარე კვირაში დააკავეს ოპოზიციის ლიდერები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე. ზვია ჩარაძემ ბადრი ჯაფარიძეს 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ზვია ჩარაძე ვინაა? ვინაა და მაგიდაზე მოსამართლე რომ აწერია, აი მაგ წარწერის უკან რომ კაცი ზის, ეგა ზვია ჩარაძე. პატიმრობა საკმარისი არ აღმოჩნდა ბადრი ჯაფარიძისთვის. ბადრის პატიმრობის გარდა 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება. ძალიან საშიში კაცია ბადრი. იცით რა ჩაიდინა? წულუკიანის კომისიაზე არ მივიდა. გიორგი ვაშაძეს 7 თვე მიუსაჯეს. რატომ? რატომ მიესაჯა გიორგი ვაშაძეს 7 თვე და ბადრის და მამუკას 8? ანუ რა მოხდა ისეთი, რამაც 1 თვე მოუმატა ლელოს ლიდერებს და დააკლო ვაშაძეს? დაგვიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე გეტყვით რატომ? Copy-paste გადაწყვეტილებები რო არ იყოს. აი მაგიტო. რომ სასამართლო მიმჟელა, ინდივიდუალურად მიუდგა ყველა საკითხს, აუ შეაფას გამოიკვლია და დაადგინა. ეგრე კი არაა საქმე, რომ პერაშკები დაცხობეს საქმე. No. დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს. უნდა 7 თვეს მიცემენ, უნდა 8 თვეს მიცემენ. ეგ რა აკლებ ბიძინამ გადაუწყვიტოს ყველას 8 თვე მისცენ თუ 7 თვე მისცენ. უკვე იმდენი პოლიტპატიმარი ვყავს, რომ როცა ამბობ ხარდაჭერა ნიკას, უნდა დააკონკრეტო რომელ ნიკას. და ხარდაჭერა ჯაფარიძეს, უნდა დააკონკრეტო რომელ ჯაფარიძეს გულისხმობ. ოპოზიციაზე შეტევას გამოეხმაურნენ მთელი მსოფლიოდან. თუმცა ჩვენ როგორც პროსკანდინავიური გადაცემა იცით რომლითაც დავიწყებთ. ნორვეგია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უსამართლო დაპატიმრებულთა გათავისუფლებისკენ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მედიის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების დასრულებისკენ. წერია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ნორვეგია იმდენად მაგარი სახელმწიფოა, რომ ჯერ არც ერთ კოდს არ უთქვამს, რომ ნორვეგიას მართავს deep state-ი. შეშფოთებულია საღდებიც. საღდები არ შეგეშალოთ deep state-ში. ანუ საღდები არის სახელმწიფო დეპარტამენტი, deep state-ი არის კოდებს რო ურეკავს ხოლმე, რომ გახარია დანიშნეთ პრემიერაზე. აი ეგ არის deep state. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით. განაცხადა საღდებმა. ტრამპთან ჯერჯერობით ვერ ლაგდება. ამერიკის კრიტიკას კობახიძეს სიყვარულით შეხვდა.
ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა. განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძე რომ გულწრფელი ადამიანი იყოს, ასე უნდა ეთქვა. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რადგან ირანთან აღარ გამოდის. ეს იქნებოდა სწორი. მიდი ირაკლი, აღადგინეთ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩადი ვაშინგტონში და იძახე სიკვდილი ირანს. რომელიდან ელს ეწყინება, ვისაც შენგან ეწყინებოდა, ცოცხალი აღარავინ დაიგებოდა. ცუდი ამბავი გვაქვს ფორმულას მაყურებლებისთვის. საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება ფორმულას ბრალი ყოფილა. წულუკიანის კომისიაზე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თურმე ფორმულა ჩალიჩობდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. რა სამწუხაროა, რომ ცილისწამების კანონი ქოცებმა მარტო საკუთარი თავისთვის მიიღეს, თორე ცილისწამებაზე უჩივლებდით და მოუგებდით სასამართლოს. მე როგორც ფორმულას დირექტორი ბოდის ვიხდი ევროინტეგრაციის შეჩერებისთვის და მზად ვარ გავაუქმო რუსული კანონი, გამოუშვა პოლიტპატიმრები, გავაუქმო ბოლო თვეებში მიღებული ყველა კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და დავნიშნო ახალი არჩევნები. ქოცებო, თქვენს თუ თანახმა ხართ, გავაკეთოთ ეს ყველაფერი. და საქართველო თუ არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას, ესე იგი, მართლა ჩემი ბრალი ყოფილა. გადავდგები ყველაფრიდან, რავი, Facebook-სეც კი ვეღარ ვნახავთ. ცილისწამებას რაც შეეხება, ქართული ოცნების პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ეს არის ყველაზე უცნაური კანონი, რაც კი ქოცებს უქნიათ. ვერც იმას ვიტყვი, რომ ყველაზე სიგიჟეა, ვერც იმას, რომ ამაზე სიგიჟე კანონიც გვაქვს, ვერც იმას, რომ ესაა ქოცების მაქსიმუმი. აი ეგეთი კანონი მიიღეს. ერთ-ერთი დებულების მიხედვით, ცილისწამებაზე სარჩელის წარდგენის 100 დღიანი ვადა გავრცელდება იმ განცხადებებზეც, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა. თუმცა აღნიშნული ვადა ჯერ არ არის გასული. ანუ, გაიაზრეთ? ვერა? აი 83-ვე დეპუტატმა წამებში გაიაზრა და მხარი დაუჭირა. დღეიდან ცილისწამებაზე შეუძლიათ გიჩივლონ და დაგიჭირონ, რომელიც 100 დღის წინ შეიძლება ჩაიდინეთ. მოიცა, ეგ როგორ და რა არის გაუგებარი? ვიღაცის დაჭერა უნდა ცილისწამებაზე, მაგრამ აქამდე კანონი არ ქონდა. ახლა მიიღეს კანონი და აწი იმას დაიჭერა, ვისი დაჭერაც უნდოდათ. კი, მაგრამ მაშინ კანონი არ იყო, როცა ცილისწამებას ქონდა ადგილი? კი ბატონო, მაშინ არ იყო. აქამდე მეც მოვედი. აქედან მეც ვერ გავიგე. ასე რომ ვნახოთ ვისი დაჭერა უნდოდა. ძალიან მალე გამოჩნდება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლი ამბობს, არავინ შეიძლება ბრალეულად იქნას მიჩნეული რაიმე დანაშაულში, ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. ანუ ეს არის ისეთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც რუსეთიც კი არ არღვევს ხოლმე. ქოცებო, თუ ასე ძალიან გინდათ ვინმეს დასჯა 100 დღით ადრე, ბიჭო, მოიცადეთ, ის ადამიანი კიდე დაპოსტავს რამეს და მერე მიდით. რა დაწერეს ეგეთი, ან დავწერე ეგეთი, რომ მე ჯერ აღარ გავიმეორებ. როგორ ჩანს, ვიღაცამ ისე გენიალურად აგინა ქოცებს, რომ მეორედ ეგეთი მუზა შეიძლება აღარც მოუვიდეს და ამათ დაიზღვიეს თავი. არ ვიცი. ქოცება, მე თუ არის ადამიანი, ვისთვისაც 100 დღიანი უკუძალა მოიგონეთ, მითხარით კანონის ამოქმედების შემდეგაც დავწერ იგივეს. ამით ავარიდოთ ქვეყანას უპრეცედენტო სირცხვილი. რომ ტიპი დაისაჯოს კანონის მიღებამდე გაკეთებული განცხადებისთვის, ბიჭო. რავი, რადგან ჩემი ბრალია ევროინტეგრაციის შეჩერება საქართველოს. მზად ვარ ამით დაგეხმაროთ. ერთად დავაბრუნოთ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე. ევროდეპუტატი ერმან მუნი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორება ჩემი ბრალი არ არის.
ციტირებ. მინდა გითხრათ, რომ დრო გვეწურება, დრო სწრაფად იწურება და ქმედების დრო არის სწორედ ახლა. თუ სერიოზულად გვინდა მხარი დაუჭიროთ მათ, ვინც ასე მამაცად უწევს ამ ყველაფერს წინააღმდეგობას. მიზნობრივად უნდა მიუდგეთ მათ, ვინც პასუხისმგებელი არიან ამ რეპრესიებზე, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებით. ეს არის მათი აქტივების გაყინვა, ასევე შეზღუდვა დასავლურ განათლებასა და ინსტიტუციებზე. ასევე, თუნდაც სასიამოვნო დასვენებები საზღვარგარეთ, მაშინ, როდესაც ისინი საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებენ. კაცრი იყო პერმან მუნი. ბატონი პერმანი ბრიტანელი კაცია. წესით, არაფერზე უნდა ნერვიულობდეს, თუ მაინდა-მაინც მანჩესტერ იუნაიტედის ფანი არაა. აი, რაზე უნდა ნერვიულობდეს. მაგრამ მაინც მოახერხეს კოცება და ანერვიულეს. კოცები გააკრიტიკა ალბანა ვოშკიმ. სიჩუმის დრო არ არის. ახლა არის მომენტი, რომ ვიმოქმედოთ მანამ, სანამ საქართველოში დემოკრატია მხოლოდ მოგონება გახდება. თქვა ალბანა ვოქშიმ. იცით საიდანაა ალბანა ვოქში? თვითონ სიტყვა გეუბნებათ, ალბანეთიდან. ალბანელი რო გაკრიტიკებთ კოცები, არ გწვენია. ამას მაინც უთხარით თავის ქვეყანას მიხედოს. ამერიკელ, ბრიტანელ და გერმანელ დიპლომატებს რო ეუბნებით. ეხალს. ამ კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ჰააგაში ნატოს სამიტი გაიმართა. უпростоრად ადრე იყო მნიშვნელოვანი, თორე ახლა კაციშვილს არ უხსენებია კოცებში. ყველაზე უარესი ისაა, რომ იმათაც არ უხსენებიათ საქართველო. ნატოს ჰააგის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციაში არ არის ნახსენები 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. მეტიც, ჰააგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოზე ჩანაწერი საერთოდ არ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში გასული წლებისგან განსხვავებით საქართველო მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები და წელს კი მასზე ჩააწერი არაა. ნელ-ნელა და ნაბიჯ მოახერხეს კოცებმა ის, რომ ნატოს არც ჩვენ ვახსენებთ, არც ისინი გვახსენებენ. რომელი ქვეყნის ინტერესებში შედიოდა ეს? რა გითხრათ აბა? მე ვერსია არ მაქვს. კოკა-კოლა მოსვათ, გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე. საინტერესო ამბებია ჩვენს მეზობელ სომხეთში. ვინაიდან ჩვენი პირდაპირ ინტერესია ჩვენს რეგიონში რაც შეიძლება მეტი ნორმალური ქვეყანა იყოს, ჩავხედოთ სომხურ სიახლეებსაც. სომხეთის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერ არაპოპულარულს, მაგრამ მართებულს. ბევრ პოლიტიკოს ვიცნობდა, ყველამ იცის რა არის გასაკეთებელი, მაგრამ ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ხალხი ბნელია და ვერ გაიგებენ. ამათაც რა ქნა, ნუწევთ, მერე ების გაკეთებ. ფაშინიანი საკუთარ მოსახლეობას არ მიიჩნევს უტვინო მასად. ამიტომ აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია და ხალხიც მშვენივრად ხვდება ყველაფერს. რა თქმა უნდა, რუსეთი არ არის უქმად და ფაშინიანს უკვე მოუხოდა იქაური ბიძინა. მალე სომხეთს დაატყდება რუსული პროპაგანდის ქარიშხალი, რომ ფაშინიანი ეკლესიას ებრძვის, ფაშინიანმა ჩააბარა ტერიტორიები, ერევანში ვერასოდეს იბოგინებენ გეები, თურქეთი არაა ოკუპანტი და ასე შემდეგ. სომხეთი ამ შემოტევას თუ გაუძლებს, ძალიან სწორ გზაზე დადგებიან და გადაურჩებიან იმას, რაც ჩვენ დაგვემართა 2012-ში. ფაშინიანი ჩავიდა თურქეთში და შეხვდა ერდოღანს. ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, როდესაც სომხეთის პირველი პირი თურქეთში ჩავიდა. ორ ქვეყანას შორის 1993 წლიდან ჩაკეტილია საზღვრები. არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი შეწყვეტს 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობების გენოციდად საერთაშორისოდ აღიარების კამპანიას. ეს არაა მარტივი გადაწყვეტილება. განა ფაშინიანს არ ტკივა 1915 წლის ტრაგედია, მაგრამ რაკნას იზოლაცია დააუპავს ქვეყანას. მტკივნეული გადაწყვეტილებებია მისაღები. რუსეთი, რა თქმა უნდა, მარილს აყრის სომეხთა ჭრილობებს. მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა ფაშინიანის თურქეთში ვიზიტს. თურქეთიდან დაბრუნებული ეფენდი ფაშინიანი ყველა სომეხთა კათალიკოსთან ჩხრეკას ატარებს. სომხეთში მცხოვრებო სომხებო, რას უცდით?
რომ თქვენს ვაჟებს თავებს მოაჭრიან, ხოლო ქალიშვილებს ჰარამ ხანებში წაასხამენ, როგორც ეს აქამდეც მომხდარა ჩვენს ისტორიაში. აი, წამოვიდა რუსეთიდან ნიაღვარი. ამის შეჩერება ძალიან რთული იქნება. ფაშინიანი გააკრიტიკა ფილიპ კირკოროვმაც. ეს ვინღა ჩემი იკითხავს ჯენზი. ძალიან სწორი კითხვა. ფილიპ კირკოროვი მომღერალია. ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღერალი იყო რუსეთში. საქართველოშიც. მაგრამ მე ჩვენ წესიერი მუსიკის მოსმენა დავიწყეთ და რუსეთში ახლაც პოპულარული. რუსეთმა აამოქმედა სომხურ ეკლესიაში ჩაბუდებული აგენტურაც. სომხური ეკლესიის წინამძღვრის გარეგინ მეორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფაშინიანს წინადაცვეთა აქვს გაკეთებული. ფაშინიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მობრძანდით და გაჩვენებთო. ეს თემა აქ ამოიწურა. აი, ამიტომ არ უნდა დააბრალო ადამიანს ისეთი რამ, რისი უარყოფაც ელვის ერთი ჩაწევით შეიძლება. რადგან გარეგინმა ცეცხლი გახსნა, ფაშინიანმა ეგრე არ უნდაო და საპასუხო ცეცხლი გახსნა. სომხეთის პრემიერმა განაცხადა, თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ მეორემ მართლაც დაარღვია უქორწინებლობის აღქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება სომეხთა ყოველთა კათალიკოსი. ოპა, ეს თუ დაუმტკიცდა გარეგინს, რავი, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ ალიმენტების გადახდა მოუწევს. დავინტერესდით, რამდენია ალიმენტი სომხეთში. აღმოჩნდა, რომ არ არის ფიქსირებული ფორმულა. ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. სასამართლო ინდივიდუალურად განსაზღვრავს ყველა შემთხვევაში. ყოველი შემთხვევისთვის გეტყვით, რომ $1 382 სომხური დრამია, 1 ლარი კი 140 დრამი. საინტერესოა ფაშინიანზე ეყოფა თუ არა ძალა, რომ ერთი კაი რუის ურბნისი მოაწყოს. ეკლესიის უღირსებისგან გაწმენდის გარეშე არც ერთ ქვეყანას არ აქვს მომავალი. ჩემი თუ არ გჯერათ, კითხეთ დავით აღმაშენებელს. მოკლედ, ძალიან დიდ საშვილიშვილო ბრძოლაშია ფაშინიანი. თუ გავიდა ბოლოში, ძალიან ათელფერებში ჩანს სომხეთის მომავალი. მით უმეტეს, ფაშინიანი დიდ სურათში ხედავს სამყაროს და ხვდება, რომ თანამედროვეობას თუ არ აუწყო ქვეყანამ ფეხი, ძალიან მძიმე შედეგები მოყვება ამას. ცოტა ხნის წინ სომხეთსა და NVIDIA-ს შორის გაფორმდა შეთანხმება. NVIDIA იცით კოცებო? დაგუგლეთ მსოფლიოს ყველაზე დიდი კომპანიები და სიას ქვემოდან კი არ წამოყვეთ. აი პირველ ადგილზე რო წერია, ეგაა NVIDIA. დედამიწის ყველაზე დიდი კომპანია ბაზრის კაპიტალიზაციით. NVIDIA სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ქარხანას ააშენებს. ფაშინიანი ხვდება, რომ ხელოვნური ინტელექტი ახალი ორთქბავალია. რევოლუციურმა ცვლილებებმა შენს ქვეყანას გვერდი არ უნდა აუაროს, თორე ამის ფასს მომავალი თაობები გადაიხდიან. ფაშინიანი ცდილობს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ რევოლუციამ სომხეთი თამაშგარე მდგომარეობაში არ დატოვოს. სამაგიეროდ ჩვენმა მთავრობამ კერძო კლინიკებს აუკრძალა ნარკო დამოკიდებულთა მკურნალობა. ჩვენ ვცდილობთ დროს არ ჩამოვრჩეთ. სიტყვის თავისუფლება დაგვრჩა მოსაჭიმი. და მერე დავიწყებთ ჰუმანოიდი რობოტების წარმოებას. საქართველო და სომხეთი 1000 წლეულებია ერთბედ ქვეშ ვართ. ერთად გვერხეო და ერთად ფუფუნებდით. ყოველთვის. ამიტომ სომხეთის რუსული ორბიტიდან გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოში ვარდების რევოლუცია რომ მოხდა, პოლიცია გთამს აღარ იღებდა, უნივერსიტეტებში ფული ჩაბარება რო დასრულდა, კრიმინალი რო გადატყდა და ქვეყანას დავემსგავსეთ, რუსულ კორუფციაში ჩაძირულმა სომხეთმა გამოიღვიძა, საქართველოს თუ შეუძლია ეს ყველაფერი ჩვენ რა გვჭირსო და ნორმალური ქვეყნის შენება დაიწყეს. იქნება ახლა სომხეთმა გვაჯობოს, რომ რუსული მოჯადოებული წრიდან გასვლა შეუძლებელი არ არის და ამჯერად ჩვენ ავიღოთ მაგალითი. წარმატების მაგალითები ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატების მაგალითები გადამდებია. ამიტომ წარმატება ყველა ჩვენს მეზობელს ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობაში. კაი სამეზობლოს არ ჯობს არაფერი. ჩემი თუ არ გჯერათ, კითხეთ ლუქსემბურგელებს. ჩვენ ხო აღმოსავლეთის ლუქსემბურგი ვართ.
და მაგპონჩი. ახლა თავარი შეკითხვა. ჩვენ რა ვქნა, ჩვენ მესმის რომ პესიმიზმის შემოტევა გვაქვს, მაგრამ მოდი ერთი შეკითხვა დავსვათ და ამ შეკითხვას უპასუხოთ. პუტინმა რომელი რუსული რეჟიმი გადაარჩინა ბოლოს? სომხეთი დაკარგა. მოლდოვა დაკარგა. სირიაში ასადის რეჟიმი დაიცვა, ვერ დაიცვა. სტრატეგიული პარტნიორი ირანი დაიცვა, ვერ დაიცვა. ამ მომენტში რუსეთს არავის გადარჩენა არ შეუძლია. სულ ასე არ იქნება. ახლა ეს მომენტი. ქოცები იმიტომ კი არ იღებენ კანონზე რომ მაგრად არიან. მაგრად როცა იყვნენ, მაშინ დისკრიმინაციის აკრძალვის კანონი მიიღეს და მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა და ბიძინას. გაიგე? აი მაშინ იყვნენ მაგრად. რუსული კანონებიდან იმიტომ გადავიდნენ კორეულებზე, ჩრდილო კორეულებზე, რომ მარტო არიან და შეშინებულები იციან, რუსეთს ახლა მათი დაცვა არ შეუძლია. რუსეთი მიეხმარება, მაგრამ არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ქოც რეჟიმი გადაარჩინოს. ჩვენ თუ ვირწმუნებთ ამას, მორჩა მათი ამბავი. ახლა ფსიქოლოგიური ომი მიდის. ქოცები all-in შემოვიდნენ ბლეფზე. თუ დავყრით კარტებს, კაი 30 წლიანი დიქტატურა გველის. თუ ამ შესაძლებლობის ფანჯარას გამოვიყენებთ, მოვიშორებთ ამათ და ძალიან სწრაფად წავალთ წინ. ძალიან სწრაფად. მოლდოვა უკვე ევროკავშირში გაწევრიანებაზე იწყებს მოლაპარაკებებს. ჩვენც მანდ უნდა ვიყოთ. სულ ესაა რას დღეისთვის მინდოდა მეთქვა. მადლობა პოლიტპატიმრებს გმირული თავდადებისთვის. თქვენ ხართ ამ ქვეყნის სინდისი ახლა. შეხვედრამდე.